მოკლედ, ამ ბრალდებას ჰქვია მომაკვდავი, პოლიტიკურად მომაკვდავი ნარმანიას გადარჩენის მცდელობა. ამას ვამბობ სრულიად გადაუჭარბებლად. ამის გამო დაარღვიეს მორატორიუმიც და მეორე არგუმენტი, რასაც გააფთრებული ეხლა ცდილობდა და ეხლაც ცდილობს გამოძიება, რომ რამენაერად მიაღწიონ იმას, რომ მე არ მქონდეს ქვეყნის დატოვების საშუალება. როდის მიმართავენ სასამართლოს არ ვიცი, პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ, 15 წუთი მიდიოდა საპროცესო მოქმედებები. დანარჩენი ხან ქსეროქსი გაფუჭდა, ხან რაღაც ოქროზე ხელს არ აწერდა. საერთოდ საქმე როცა რომ მოვდივარ ხოლმე უკვე მეხუთეჯერ აქ ნამყოფი, ესე ტომები მომყვება ხოლმე. ეს ტომები ჯერ არ გადმოგცეს, აბსოლუტურად მოუმზადებელია, რა უნდა თვითონ არიციან. აი რა გითხრათ ეხლა, აი აქამდე რაღაც ფორმალობებს მაინც იცავდნენ. ეხლა ამ ფორმალობებსაც არ იცავენ. არის შიშ და წერას აყანილი ყავს ეს მთავრობა. ბარდება არის ისეთი აბსურდი. და თავარი დამავიწყდა მე თქვა. თავარი მოწვე იცით ვინ არის? აბა გამოიცინეთ ძალიან. არა, ყობა ბექაური. და რო გავიგებ ბექაური 1-5 წუთი ფიქრობდი საერთოდ რა კავშირშია ამ საქმესთან. აი ხა ჯოზეფ კეი, ყობა ბექაური, ანუ საქართველოში სელექციური მართლმსაჯულება კი არ არის. საქართველოში უკვე ცინიკური მართლმსაჯულება. და ეს მოდის ერთადერთი ადამიანისგან და მის სახელი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დაცინის დაცინა როცა პრეზიდენტი აარჩევინა, ეხა დაცინის ნარმანიათი თბილისელებს, ეხა დაცინის მოსამართლეებსაც, რასაც გინდა იმას გაგაკეთებინებთ. ჯერ ჯოზეფ კეი, ეხლა ისა რა ქვია, ყობა ბექაური, მთავარი მოწმე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხა ეს უკვე ცინიკური მართლმსაჯულება არის. ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს სასამართლოში, მეცინება მართლა. ეხლაც აი ბოლომდე ცდილობენ რაღაცა ოქს ადგენენ სრულიად უკანონოდ, რომელიც იმიტომ რომ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა არ გადაკვეთის უფლება, დასვლის უფლებას აძლევს ან ართმევს სასამართლო და რაღაცა ოქს აწერდნენ და ეხლა წავიდე და დაიკარგა ის გამომძიებელი თავის ოქმიანად. აი სრულიად აბსურდი და რაღაც აბსურდის თეატრში გეგონებოდა თავი. არ ვიცი რა კონტექსტში ფიგურირებს. აი მაგაზე მაინც მაინტერესებს. როგორც წესი საგამოძიებო მოქმედება ნიშნავს ბრალს რომ წაგიყენებენ, ეს რაღაც ტომები უნდა გადმოგცენ. გითხრეს რომ ჯერ მზად არ არის 20 ტომიაო ქსეროქსდება. ადვოკატის შეკითხვაზე მომეცი მაინც ეგ მაინტერესებს ბექაურის ისო. არაო საღამოს იქნება. ჩვენ ახლა საქმე არ გადმოგცემია. ესეც საპროცესო ნორმების დარღვევა. საქმე არ გადმოგცევია. ეხლა უნდა მე მომყვებოდეს აქ ერთი კონტეინერი ტომები, რომელიც არ აგვაქვს. იზახია რომ საღამოს იქნება. 5 წუთი უნდა და ბექაურის ჩვენება მოგვეცით თქო და არა ბექაურის ჩვენებას მერე მოგცემთ, როცა 20 ტომს მოგცემთო. იმიტომ რომ როგორც ჩანს ის არის შაბლონური ჩვენება, რომელიც ახლა ვაჩვენებდი ბუნებრივად და დიდი სიამოვნებით, სიამტკბილობით წავიკითხავდი ამ ბექაურის ჩვენებას. აი ეს არის დღევანდელი სამართლიანობის აღდგენა. მომავალი საქართველოს მთავარი იხტიოლოგისაგან. გადანაშაულება რომ თქვენ ხელოვნურად მიანიჭეთ პრივილეგიების City Parks და ეს არის იმდენად ყურით მოთრეული, იმდენად უაზრო, იმდენად უგვანი ბრალდება, რომელზეც კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. რაღაც შტრიხ კოდებზე მელაპარაკებ და რაღაც სახაზინო კოდებზე, რომელიც თითქოს უნდა ცოდნო და რომელიც ძალიან საკამათოა და დარწმუნებული ვარ სასამართლოზე ის არის. საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა სახაზინო კოდზე მე. და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხა მე იმას არ ვამბობ, რომ ვინმე სხვა არავის არ ჩაუდენია იქ დანაშაული და ამის მიზეზი არის ერთადერთი. რატო დაარღვიეს მორატორიუმი, რატო არ ჩდება ეს შეკითხვა? უჭირს მერად ნარმანიას გაყვანა მთავრობას. ეხლა City Park-ი ნებისმიერ სოფლიოში ყველა ქალაქში მისი პარკინგ ინსპექტორი არავის არ უყვარს, უნდათ რომ ამ თემაზე იყოს ლაპარაკი და ამითი ერთი იქნება რაღაცა მოტივირება გააკეთონ.